23-24 თებერვალს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში განათლების მერვე საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ერთ სივრცეში თავი მოუყაროს ხარისხიანი განათლების საერთაშორისო პროვაიდერებს, საზღვარგარეთ სწავლის აგენტებსა და განათლების კონსულტანტებს. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, მომავალ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ პროგრამების შემქმნელებისაგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია. მონაწილე ქვეყნები იყვნენ საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, უნგრეთი და შვეიცარია. გამოფენაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესმა სასწავლებლებმა, მათ შორის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. გამოფენაში ღებულობენ მონაწილეობას საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები და რა თქმა უნდა მათ შორის არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არის 75 უმაღლესი სასწავლებელი, მათ შორის 32 უნივერსიტეტი და 12 სახელმწიფო უნივერსიტეტი. ერთ-ერთი არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც წარმოდგენილია პავილიონში. ჩვენი სამეცნიერო კვლევითი საგანმანათლებლო პროდუქტით. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ქართული კერა ერთიან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩვენ გამომდინარე ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიული მისიიდან და იმ სტრატეგიული დანიშნულებიდან გავაჟღერეთ ინოვაციური ხედვა, ეს არის საუნივერსიტეტო დიპლომატია. რაც გულისხმობს მშვიდობის მშენებლობას, რაც გულისხმობს აკადემიური და საგანმანათლებლო პოტენციალის ამოქმედებას სამშვიდობო პროცესში, სამშვიდობო ენით. ჩვენ ვერ შევეგუებით დღეს გახლეჩილ საქართველოს და საქართველოს რეალური ხვალინდელი დღე არის აფხაზეთთან ერთად. ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, უფრო ქმედითი ვიქნებით, უფრო შედეგზე ორიენტირებული ვიქნებით, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევა და მზაობა, რომ დავაყენოთ შედეგი. მოემსახუროთ ერთიან ქართულ სახელმწიფოს. პირველ რიგში ქიმიკოსებიდან მეცნიერება, იმიტომ რომ არა მარტო უნივერსიტეტისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი არის მეცნიერების განვითარება და პრიორიტეტულია. მეორე, იმიტომ რომ წინა წელს ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა სახალისო ექსპერიმენტებმა და როგორც ხედავთ, ახლა ძალიან ბევრი ბავშვი არის მოგროვილი და ელოდებიან რა ექსპერიმენტს ვანახებთ. რექტორიც ჩაება ჩვენს ექსპერიმენტებში და შეეჯიბრა, ასე ვთქვათ, ბავშვებს, როგორ გააუფერულებდნენ შეფერილ ხსნარებს და სხვადასხვა რექტორმა გაიმარჯვა. მე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იმიტომ ავირჩია. ეს არის ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელშიც ეროვნულობა არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთვის მთავარი არის, რომ ჩვენი ცოდნით და ჩვენი განათლებით შევძროთ ის ტერიტორიების დაბრუნება, რომელიც დაკარგული არის. მე რომელი სპეციალობაც ავირჩია, სამართალმცოდნეობა, სამართალმცოდნეობის თვალსაზრისით იგი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი არის და საუკეთესო ლექტორები მასწავლიან. ამიტომაც მე ვამაყობ იმით, რომ ვარ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. დღეს მნიშვნელოვანი დღეა ყველა უნივერსიტეტისათვის. მინდა მივმართო ყველა აბიტურიენტს. ვუთხრავ, რომ მათ ნამდვილად ელოდებათ ჩვენთან სწავლების მაღალი ხარისხი, საინტერესო პროგრამები. ვახორციელებთ სამივე საფეხურზე პროგრამას ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში, დოქტორანტურაში, ასევე გვაქვს პროფესიული განათლების პროგრამები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და გაცვლითი პროგრამები 14 ქვეყნიდან.